რეალური პროტესტი თუ ხელოვნურად გამოწვეული პროვოკაცია რა ხდება რუსთავის ციხეში. 5 პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. მიზეზი მე-16 აპრილის ახალი ხელმძღვანელია. მსჯავრდებულები 2 დღის წინ დანიშნულ ლევან აბურჯანიას სასწრაფოდ შეცვლას და ძველი ხელმძღვანელის დაბრუნებას მოითხოვენ. სახელდება რამდენიმე არგუმენტი. საკნებში მყოფები ამტკიცებენ, რომ წამლებს ვეღარ იღებენ, ახალი ხელმძღვანელი კი მათ წამებით ემუქრება. ფაქტს უკვე გამოეხმაურა სასჯელ აღსრულების მინისტრი, რომელმაც ციხეში შექმნილ ვითარებას გამიზნული პროვოკაცია უწოდა. პროტესტის გამო დილიდან სასჯელ აღსრულების დაწესებულებასთან პატიმრების მშობლებიც მივიდნენ. ცოტა ხნით გზაც გადაიკეტა. რუსთავის ციხეში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი შევიდა და პატიმრებს შეხვდა. ახლა ჩვენი კორესპონდენტი თამარ გოგესაშვილი ჩაგორთება რუსთავიდან პირდაპირ ეთერში. თამარ, რა ინფორმაციით გამოვიდნენ ჯგუფის წევრები საპრობილედან და რა ხდება ამ წუთებში რუსთავის ციხეში? დიმიტრი ლორთქიფანიძემ რუსთავის ნომერ მე-16 სასჯელ აღსრულების დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა და მან სასჯელ აღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილ პატიმართა ოჯახის წევრებს მონიტორინგის შედეგები გააცნო. დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, პატიმრებს პრეტენზიები აქვს ციხის ახალ ადმინისტრაციასთან. მათი თქმით, 22 ადამიანი შემჩნეულია პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში და მსჯავრდებულები სწორედ ამ ადამიანების თანამდებობებიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მსჯავრდებულების კიდევ ერთი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი პირადად დაინტერესდეს ციხის ახალი უფროსის ლევან აბურჯანიას საქმიანობით. მე მაქვს სია იმ ადამიანებისა, რომლებიც მხილებულნი არიან პატიმართა მხრიდან წამებაშიც, ცემაშიც, ღირსების შემლახელ დამოკიდებულებაშიც და ბუნებრივია ხა მაშინ როცა ახალი დირექტორი მოდის და ეს ძველი კადრები კვლავ ჩდებიან ზონაში, ეს გამოიწვევდა ძალიან სერიოზულ აღშფოთებას. გარდა ამისა, მოხდა ინციდენტიც შელაპარაკების სახით ახალ დირექტორსა და პატიმრებს შორის, რამაც გამოიწვია ის, რომ 2 პატიმარი დღესდღეობით არის კარცერში მოთავსებული. თავად პატიმრები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ დღეს თუ კი ვინმეს შეიძლება უნდოდეს პროვოცირება ზონაში, დესტაბილიზაცია და ბუნტის იმიტაცია, ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება ახალი ხელისუფლების მტრებთან. და ეს პატიმრები ძალიან კარგად არიან ორგანიზებულნი და ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს. და მსგავს რამეს ისინი თავისი ციაღი და თავისი მხრიდან არ დაუშვებენ. დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმის, სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ის ასევე არადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას პატიმართა ცემის ფაქტებთან დაკავშირებით და ასევე დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე არ იმყოფება სპეცრაზმი. ამ დროისთვის კვლავ რჩებიან დაწესებულებასთან პატიმართა ოჯახის წევრები, მათ არ აკმაყოფილებთ მონიტორინგის წევრების მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია და ისინი ითხოვენ დაწესებულებაში პირადად ჩამოვიდეს სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი და მშობლების მოთხოვნაა სოზარ სუბანმა მათ პირადად მიაწოდოს ინფორმაცია. რუსთავის ციხის პატიმრების მოთხოვნაზე უფრო ვრცლად თამარ გოგესაშვილი საღამოს 9 საათზე კი ამბობთ.